სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად მსაჯების გადამზადების პროგრამას ახორციელებენ. მისი მიზანი ახალგაზრდა მსაჯების უკეთესად მომზადებაა. პროგრამა უკვე 1 წელია მონაწილეობს და მასში 17 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და მასში საერთო ჯამში 30 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები სამომავლო თაჭერისა და საქართველოს ჩემპიონატზე იმსაჯებენ. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შეიმუშავა პროგრამა მსაჯდა გადამზადება. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რამე თუ ჩვენს რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არის მსაჯთა კვალიფიკაციის პრობლემა. ანუ ეს პროგრამა ხელს უწყობს მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ახალი კონტინგენტის გამოკვეთას. ეხლა ამჟამად ვამზადებთ ახალგაზრდა მსაჯებს, წარმოდგენილი არიან 17 ახალგაზრდასთან მუშაობთ. 2-3 ბიჭი შეიმჩნევა ესეთი კარგი, ალბათ საზღვარგარეთაც კი იქნება მიწვეული ჩვენი ასეთი მუშაობით და ამ ბიჭების მუშაობით. ამით რას დავიწყე აქცია-რული, ვიტო გადავწყვიტე, არის საინტერესო ჩემი აზრით და რაც უფრო მეტი მსაჯი ვიყოლება საქართველოს, მით უფრო კარგი ჩემპიონატებს ჩავატარებთ და მით უფრო ხარისხიანი თამაშები გამოვივა. რაც უფრო კარგად მოვზადებით, დაუშვეთ მით უფრო ნაკლებ შეცდომებს და ვიქნებით ძალიან კარგი მსაჯები იმისათვის, რომ ვიმსაჯოთ ძალიან კარგი თამაშები. როგორიც არის საქართველოს ჩემპიონატის ლიგა და ასე შემდეგ.